აბა, რა მოიტანეს ბიჭებმა მაღაზიიდან. ეს 500 გრამი მინდოდა და კი 528 გრამი არა და თვალში ძალიან მეცოდა რატომღაც. შეიძლება დიდი მასში ჩაი. ეს იყიდე? და ნახე. აი ეს არის რაც არის. იმაცეგერები ხდება. ეს სპაგეტი. ეხლა გავაკეთებ სპაგეტი. ამას მე გავხსნი. ახლა სპაგეტის იმის соуსი რა ქვია, პორციის ბოლონეზე. და ეს. როზე, რა მებაზე? მოკლედ აქ ვაკეთებ სპაგეტს. ხორციან, როხის ხორცი. აქ არის ბორშჩი. და აქ გავაკეთე კიდე. ეს. Gestałbym kwalas. Petunia seeds, konda salamosa. Restaurant salimos Emily. Perfect. Înțe dalștete. Seguirat bolșebi mqავს. მით უმეტეს სანამ პატარები არიან ხოლმე. ისეთ ცუდად ვარ ხოლმე მეც, სანამ ბავშვები ცუდად არიან. ანუ აი რაღაც ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ სიცხე როა, მოწყენილი როა, აი რო არ თამაშობს. ისიც კი რო არ მითხრა ჩამირთეო ის რაც უყვარს. ქუდი მისკდება ხოლმე. Ვიცემია ხოლმე 1000-ჯერ მე ვიყო და ოღონ ბავშვები არა, მაგრამ ეგ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, პატარა საწყალი არსებები ვართ. ხოლმე ვიდეოებსაც ვერ ვიღებ ეს დღეები, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი. თან ველოდები, რომ აბა, როდის ვის. მოკლედ Este ambavi. Asta ce-am ce șoară. Încă mă ghișo, la cahus la pțcoli și de po. Hadale viniți amal de dauță sau bat mare mare. Ძალიან განვიცდი. შემოსაყარლება ნინი ძალიან მიყვარხარ. თათული გრიპის ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი ორგანიზმი მშვენივრად უმკლავდება ვირუსებს. ხშირად არ ვცირდები და თუ გავცირდი 2 დღე მაქვს ხოლმე მალე გამოჯანმრთელობას გისცემ. მეც მასეთი ვარ თათული, ანუ არასოდეს არ ვარ ხოლმე ძალიან ცუდად არ მაგდებს მაღალ სიცხეს არ ორი რა ერთი ვირუსი იყო რომ მას ჩამაგდო სერიოზულად ეს იყო კორონა ეგრეთ ცუდად მე არასოდეს არ ყოფილვარ როგორც კორონას დროს ვიყავი კიდე იყო რაღაცა სორსის რა იყო და ეს ღორის გრიპი ძალიან ძლიერი არა იყო კაცო რა გინდა ხედავი არა ის ნაგავია ორი ნაგავს მოვყავ ხო ეს შესაბამისად არც ფიქრობთ სიმართლე რომ თქვა გრიპის ვაქცინაზე უბრალოდ კოტი მითხრა რომ ან უფასოდ არისო და ის რამდენიმე დღე რატომ უნდა დაკარგო რა და იმაზე ვიყავი პატარა ოპერაცია უნდა გამიკეთებინა გინეკოლოგიური იმის სასარგებლოდ მივედი ევექსში სინჯის ალერგიული და კიდე კოაგულოგრამა უნდა გამიკეთებინა რომელიც მე მაინც გამიკეთეს იქ სადაც მას რა ქვია ოპერაციას აკეთებდნენ და ყველა მივედი ევექსში მისვლა გრიპის ვაქცინისთვის არ მცოდნია და ეგ რომ მცოდნა და კი საერთოდ დავიდოდი მაგრამ თან იმ პერიოდში თურმე იყავი მასში რა ქვია უფასო აქცია თუ რა ვიცი რაღაცა ქონდა და ბარემ გაიკეთე ოპოტი მითხრა და მე ბარემ შევიარე მეთქი აბა აკეთებს კი აკეთებს და მეთქი მინდა და გამიკეთეს იქ დამტოვა 10 წუთი თუ რამე აი ხო იცი კორონასაც რა როგორც იყო რომ
თუ რამეა და რამე გემართება, იქვე უნდა უცებ გიშვებან მოგაბრუნონ. ზედმეტი შაქარი და ზედმეტი ის გამიგეთები არ ზე და ყავა კი არა რაღაც ტკბილი რძე. ხო და აი ეს ახლა იქას კაი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ უკვე დღეს მეხუთე დღეა მგონი. გუშინ დაიწყო ანტიბიოტიკი არ სწავდა რომ გაუმკლავდება, მაგრამ ასე ჩამოვიდო და სიცხარე 38-ზე ავიდო და ისევ ჩამოვიდო და ისევ ავიდო და ამადა დამიქვეითა ამ ვირუსმა პირიქით. მადლას აქვეითებს მერე, როცა უკვე ორგანიზმს დაერევა და თავიდან რა ვიცი პირიქით, ჩვენთან ეგრეა და ყველგან არ ვიცი. ირინა, მადის მომატება არ მქონია, დღეში ერთხელ ძლივს ჭამდი, ხო, აი იგას ქონდა. პირველი 3 დღე, აი მე რაღაც სასწაულებრივი მადა ქონდა, ეგეთი ჭამა, მაგრამ არ იცის. და გაიზარდა ბედნიერი კეთილო ანგელოზო, რა საყვარელი ხარ ვიტყვნა. მადლობა ძირფასო. ციცი, მშობლის დამსახურება შვილი როგორი გაიზრდება ადამიანების და ცხოველების მიმართ. ევას შენსავით კეთილი გული აქვს. მასაც ძალიან უყვარს ცხოველები, საოცარი ბავშვია, საყვარელი, ხო? ძალიან უყვარს ევას ცხოველები და ძალიან გრძნობი არიან. და რა თქმა უნდა, ხა ოჯახში სადაც ცოცხალ არსებებს არაფრად არ აგდებენ, სადაც ადამიანებს არაფრად არ აგდებენ, სადაც მარტო რა ვჭამო, რა ჩავისვა სიტუაცია, დასულიერებას ადგილი არ აქვს. იქ ბავშვებს, რა ვიცი, შეიძლება ქონდეს, მაგრამ ალბათ 1000-ში ერთს. მანანა ევა პატარა საყვარელო. სიყვარულის დღეს გილოცავ, ნინი ბედნიერი იყავი, ნინი მადლობა ძირფასო. ნინი, დილა მშვიდობისა ჩემო გოგო, გილოცავ სიყვარულის დღეს. ყველა დღე სიყვარულის ქონოდეს. ერთ ვარ გიცნობ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ სასწაული ადამიანი ხარ, მხოლოდ კარგ ადამიანებს შეუძლია პატიება და შენ ზუსტად მასეთი ხარ. ნინი, ერთი კითხვა მაქვს შენთან. უბრალოდ ერთი თემა მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვო თუ შეიძლება ისაუბრო. ახლა ეს მჭირდება ძალიან. ადამიანი როცა ცუდად არის და არ გიყვარს, უბრალოდ გეცოდება, შეიძლება ეს შეცდომა სიყვარულში გადაიზარდოს. ჩემი ამბები იცი პაპას გულისხმობ, ხო და ახლა გამოჩნდნენ ასეთი ადამიანები და მართლა ვერ ხვდები. ახლა დაიწყეს პაპას შეყვარება და დაფასება, თუ უბრალოდ ეცოდებათ და მე როცა ყველაფერი დასრულდება, ისე გააგრძელებენ როგორც აქამდე. მადლობა წინასწარ. არა, ძვირფასო სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილებიდან, აი თქვენც დაწერეთ კომენტარებში, სხვებმა ჩემი გამოცდილებიდან ადამიანსაც ცუდად არის უჭირს, ან რაიმე გასაჭირში, ან რაღაცა არც ისე კარგი შემთხვევა, ამ დროს სიყვარული თუ არ იყო, არ ჩნდება. უბრალოდ ამ დროს ჩნდება, მე რასაც უყურებ, ძალიან საშინელი რაღაცა, ეს არის თავის გამოჩენა, რომ მიიჩნევა, რომ უნდა მიხვიდე, უნდა იარო, უნდა მოიკითხო, პატივისცე, ანუ ეს მაშინ, როცა უკვე ფიქრობ, რომ всё, და მერე ვალმოხდილად იგრძნო თავი, აი ჩვენთან. ეს ასეა თუ დაგვირდები, შეიძლება ადამიანი არც ისე უყვარდეს, მაგრამ მიდიან თუ საავადმყოფოში. თუ საავადმყოფოში მოხვდა, საავადმყოფოში სანახავად, მაინც დაიფაროს და თუ გარდაიცვალა, სამძიმარი გასვება, ანუ უყვარს თუ არ უყვარს ცემდნენ პატივს თუ არა, მაინც მიდიან და ეს თავის იმად მიაჩნიათ. პლუსად ასე ვთქვათ და ეგ იციან ადამიანებმა. ძალიან ესეთი ამაზრზენი რაღაცა არის. მაგრამ იციან, ასევე არიან ხოლმე ადამიანები, რომელსაც შეიძლება მართლა აქვს სიყვარული, მაგრამ
გარკვეული ფაქტორების გამო ვერ ახერხებდნენ, მაგალითად, სამსახური, ოჯახი, იღლება, იქ მანძილი ის და თუ გაიგო რომ ადამიანი სუდად არის, შეიძლება ყველაფერი გადადოს და ამ ადამიანთან მოვიდეს, იმიტომ რომ გააცნობიეროს ის, რომ ადამიანი შეიძლება ვეღარ ნახოს და აქედან გამომდინარე. ანუ შესაძლებელია რომ ვისაც უყვარდა და ვერ ახერხებდა, იმან მოახერხოს, ხოლო ვისაც არ უყვარდა, ისინი უბრალოდ ვალს იხდიან აი რა სიტყვის ხალხის წინაშე, რომ აი კარგები გამოვიდნენ, ასე ვთქვათ. ჩემი გამოცდილებით ეგრეა. ანუ სიბრალულით, ან შეცოდებით სიყვარული არ ჩნდება. თქვენც დაწერეთ კომენტარები. როგორ ფიქრობთ და რას ფიქრობთ? რაც შეეხება ეთოს, მართლა ძალიან ძლიერი ადამიანია. ძალიან ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა დედა. იმ უხსენებელი დაავადებით. და ბევრი ისეთი რამე აქვს გადატანილი ცხოვრებაში, რომ ალბათ ერთ კი არა შეიძლება რამდენიმე ადამიანი ასე ფეხებში მოეცელა და ვეღარ წამომდგარიყო, მაგრამ არა ეთო არის ძალიან ძლიერი ადამიანი. აი, გასაოცრად. ნონა, ნინი მე მოგწერე ახალი გასკურა მაქვს დიდი ხანი, ამბეც ვერ ავანთე, მაგრამ გადახდილი როცა მქონდა, მაგრამ მერე კი აინთო ჯერ ხაელი მოდის და მერე გაზიაბა მოსინჯეთ კარგად დროსავს. აი ვცდი, მაგრამ არც ერთხელ ბევრჯერ ვცადე, იმიტომ რომ მეც უმასე დროსავდი ხოლმე. იმიტომ რომ სხვანაირად ამოდის გაზი, იმდენი გაზი ამდა აქეთ და ცოტა ამოდის ხოლმე. და არც ერთხელ არ აინთო, თუმცა აბა კიდევ ვცადოთ. ლეონი გამოჩამთელდით საყვარელო. ნინიკო, კი, აძლიერებს მეც დავაკვირდით ჩემი გოგო გაძლიერებულზე. ხო, ესე იგი, სოფზე ასე მოქმედებს, სოფზე აი გეუბნებით, რომ მე არ მინახავს იკა, აი დღის მეორე ნახევარში, რავი, რამდენჯერ ჭამა და ჩაი რამდენჯერ დალია და აი, просто არ ვიცი, პირველი 2 დღე იყო ეგრე, მესამე დღეს ისე რა და იმის მერე ჩვეულებრივად და დაჟე გუშინ კიდევ უფრო ნაკლები ქონდა, მაგრამ ვიჟე საერთოდ აქვს ხოლმე. მაგრამ დასაწყისში ესე იყო და მე ხო ეხლა ძალიან ისე მაქვს, მეც მაქვს ოღონდ სიმპტომები და ისინი ანუ სიცხე არ მაქვს. მაგალითად ყელი მდგება, გუშინ კარგურში მინდოდა წასვლა რაღაცების ყიდვა მინდოდა და თორნიკესთან ერთად. ფეხზე რო ვდგებოდი, ანუ თვალებში მიბნელდებოდა. ესე რომ ტრიალდებოდა, თვალებში მიბნელდებოდა. ნაძვის ხე დავშალეთ და თვალებში ანუ დავწეკი, რომ მე ნახე 5 წუთი რომ წევარ, 5 წუთის განმავლობაში, ანუ ყველაფერი გადის, რომ ვიწეკი და 5 წუთის მერე აი ესეთი განცდა მქონდა, რომ ახლა ვარ ჩვეულებრივად, ვარ ძალიან კარგად, შემიძლია ავდგე, წავიდე, ვიყიდო საჭმელები, მოვიტანო, საჭმელი გავაკეთო, დავტრიალდე, ეს გავაკეთო, ის და ადგები, გაივლი, რა ვიცი, 1-5 ნაბიჯს და გრძნობ, რომ შეიძლება უბრალოდ სადმე დავარდე. აი, ესე მაქვს მე სიცხე არა. ზურგის და ესე იმების ტკივილი, ეს ზულების, აი ხერხემლის და ზურგის ზულების ტკივილი. სისუსტე, რომელიც აი მაგალითად დილასწორ ვიძებ არ მაქვს. სადღაც შუა დღის პერიოდში ვარ ხობა ყველაზე ცუდად. და მაგრამ მეც პირველი 2 დღე კატასტროფულად მქონდა. ანუ ეხლა რა ვიცი, ჩვეულებრივად ვარ მადაზე. ვერაფერს ვამჩნევ, ვერ საკეთ, ვერ ციკით, მაგრამ პირველი 2 დღე მეც ხო გეუბნებით, რომ ჭამე არაქისის კარაქი, აი ნახეთ ეს პური. ეს ნახე. ესეთ ვჭამე ხალხო 3 წელი. არაქისის კარაქი და ჯემი და ის 3 წელი შეჭამე. მე გავშევი. ანუ არასოდეს არ ვიჭამე 3 წელი. თანაც, ანუ შეიძლება ვჭამო ხორცი, შეიძლება ვჭამო ყველი, შეიძლება fast food ვჭამო, ეს რაღაცას მე არ ვჭამ ხოლმე საერთოდ. იმინა ეს მითოს. ხალა პულსა. ხო. და ანუ მე დავაფიქრე, მეთქი, ნინი ყოჩა. და მე დავაკავშირე.
გილოცა 4 დღე 40 სიცხე არ ჩამოდის, გადავირია გამოჩამთელება ყველა სასწაული ვირუსები. ხო, ყოველს კრიტიკა ეს. აი, არ მაგის მეშინია ზუსტად, რომ ყველა სხვა რაკეთს და იგი ძლიერი ორგანიზმი და იმუნიტეტი არა ის სიცხე რო არ ჩამოდის. მაგის მეშინია ძალიან. ციცი გილოცა ჩემო გოგო სიყვარულის დღეს მთელი ცხოვრება სიყვარული და ახსენს ყოფილიყო შენთვის. მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ ძირფასო. შენი ისო დავიკითხე კომენტარი ვირუს ვებცი და შენ გიყურებ და ეს მშველი ისო ძალიან გავბედნიერდი და მე კიდე ახლა აი ჩემს ოჯახშია ეს საძაგელი ვირუსი და ძალიან გამიცდი და გულზე ლოდი მაწევს და ძალიან ცუდად გრძნობ თავს, მაგრამ ახლა თქვენთან რომ ურთიერთობ ეგ შველის და მეხმარება და ანუ ვაპირებდი რომ თუ შეამჩნიეთ რომ ყავა ჩაყრილი იყო, შაქარი, ცეცხლ დასხმული, ანუ არ ვაპირებდი ვიდეოს ჩართვას. ვაპირებდი რომ უბრალოდ ამეს ყავა და იქ დავსულიყავი ისევე ვასთან, მაგრამ მე ვიფიქრე რომ ცოტა ხანი ეკა იქნება მეთქი და მე ჩავიწერთქო ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან მშველის ხოლმე და ჩემი განწყობა და ჩემი გარდაწყობნა კიდე ხარ მნიშვნელოვანია და ამიტომ მოვედი თქვენთან. ძალიან მიყვარხართ. ია, ევა როგორი საყვარელია პატარა ცქრიალა გოგო გილოცა სიყვარულის დღეს ნინი მადლობა ძირფასო. ყველას დიდი მადლობა. ირმა გილოცას დიდი სიყვარული მადლობა ჩემო ძირფასო. ნატო როგორც ალი და ნინუ ამბობს ისე არსებობს ჩემთვის ჩემს გულში ნინი სიყვარული გილოცა სიყვარულის გოგო სიყვარულის დღეს დიდი მადლობა ძირფასო. მე რომ ბავშვი ვიყავი, თელს ამბობდი ხოლმე, ანუ სიყვარული მიყვარს თქო. მაგისი რეალურად ეგ რო არ ყოფილიყო, მე ჩემ ბავშვობას ვერ გადავიტანდი. ანუ მაგის იმედი რო არ მქონოდა. სიყვარულის არსებობის იმედი. ანუ ეგ იყო ის, რამაც მე მაშინ გამაძლებინა. და ეგ არის დღესაც ყველაზე დიდი მამოძრავებელი ჩემთვის, რაც მე მაძლებინებს, მაკავებს, მაჩერებს და მაძლიერებს სიყვარული. სიყვარული, რომელიც თვითონ არის ღმერთი, სიყვარული, რომელიც ყველაფერს იტევს, ყველაფერს ფარავს. რომელსაც არ იცის რა არის ბოროტება. ეგ ზუსტად რომელიც ღმერთია. ნამდვილი უპირობო. რამდენია? ვაუ. მეგონა რომ საჭმე და ერთ სიტყოდი. აი დამიწერა კომენტარში ჩემმა მაყურებელმა რომ 4 დღეაო ბავშვს 40 აქვს სიცხე და ვერ ვუწევთ ქვემოთ. კატასტროფული ვირუსია. სიყვარულით გეცხოვროს ქრისტინე. მადლობა ძირფასო. მაგით ვცხოვრობ, ეგ რო არა, ან როცა არ მქონდა, მაშინაც კი მაგით ვცხოვრობდი. მისი იმედით. ახლა კიდე ბევრნაირი მაქვს. კიტო გამოჯამთელობას გისურვებთ აქაც გერმანიაში იგივე სიმპტომებია, მაღალი სიცხეები, ერთ კვირაზე მეტი ჰქონდა ჩემ პატარას, ხო? ეგა ლელა, გილოცა სიყვარულის დღეს იხარე და იბედნიერე. შენ მეუღლესთან ერთად მთელი ცხოვრება როგორ არ მიყვარს ვიდეოს ავიწვა და მაშინ მომშვებიან თუ არა. მადლობა ძირფასო.
Roblox მე სახსრების მტკიო და ადგებოდი დასალაგებო ფეხებში ძალა მეცლებოდა ვწვებოდი. აი ყველა სხვადასხვა რაღაცა აქვს, აი ყველა რაღაც სხვადასხვანაირი გამოვლენა აქვს, მაგრამ საერთო რაც არის, ეს არის სიცხე. Dalia ხარ შენ ანტიბიოტიკი? იდა. Dalia უკვე. ტექნოსაზი და. აა. შეიძლება დავულებო. და მე სამესაც მოასწრე. ამის ხამე უწევს ისე. ორი ისე. აფეში ორი ჯერ არის. ცოტა ადე 12-ზე დალია. მესამე. 12-ზე გვიძავს ხოლმე ჩვენ. პირველზე გვიძავს. ნათია კი ყოველ დღეს იყვავილის ას იყვავილის გეცხოს შემდგომ ოჯახთან ერთად იხარეთ. მადლობა ძირფასო. ძალიან დიდი მადლობა. ლენა ასეთმა სასწაულად იქნება მადლობა ჩემო საყვარელო დაბანა მინდა და არ მაქვს თავი და ძალა და სურვილი და განწყობა და არაფერი. სამეღეა თავის დაბანა მინდა. აი თორნიკეს ქონდა ხოლმე იცით როგორი სიცხეები პატარა რო იყო თავიდან სანამ პირველი 2 წელი საერთოდ არ ცივდებოდა ხო იცით ზუზულზე ვინც არის ლაქტაციის პერიოდში ბავშვი ისეთ იმუნიტეტს იღებს დედისგან რომ პირველი 2 წელი საერთოდ არ ცივდებოდა მე რო დაიწყო ესე იგი 40-ები ქონდა ხოლმე და ისე განვიცდით ისე ცუდად ვიყავი ვკვდებოდი ხოლმე მე ახლა ანდრია ხო მიყოლებული ახლა იმას ერთს რო ქონდა მეორესაც ქონდა ერთთან ორდღიანი შუალედი და აი რავი საშინელება ხო და ვერაფრით ვერ მივეჩვია იმას რომ ნორმალური ფუნქციონირება გავაგრძელო ხოლმე ესეც დროს და მე აი გაცნობიერებულად და გონებით ვისწავლე რომ არ შეიძლება ცუდად რო იყო არ შეიძლება იპანიკო არ შეიძლება თავის ხელში უნდა იყანო ესე ვისწავლე მე გაცნობიერებულად მაგრამ აი ახლა ისევ წამომიარა ანუ ძალიან მიჭირს ბავშვობის ცუდად ყოფნა რავი ერთი კობა მყავს გამოწერილი TikTok-ზე და ბავშვს აქვს ის სისხლის გათეთრება რუსები არიან თუ უკრაინელები არ ვიცი ბავშვს აქვს სისხლის გათეთრება 6 თვის დაუდგინდა ხალხო და თა როგორი იცი ეგ არის რაღაცნაირი ნეილობლასტური და რაღაცნაირი ჟანდაბა მაგის თავს ორი სახეობა არსებობს და არსებობს მესამე უიშვიათ სახეობა რომელიც აერთებს ორივეს და ამ პატარა ბავშვს აქვს ის ორივე და აი უკეთებენ ქიმიებს და წარმოიდგინეთ ბავშვი წლამდეა დედამისი იქ ცხოვრობს კლინიკაში ამ ბავშვთან და აი ისე ტკივა ხოლმე მთელი სხეული ოთიც ვერ დაადებო წარმოიდგინეთ წლამდე ბავშვს და არ პროსტა რა არის ამის გადატანა და ამის გაძლება მე არ ვიცი პროსტა დედა ხო იცით როგორია ყველაფერს რო გააკეთებს შვილისთვის თორე აი რაღაცა სასწაულებრივია რა და სულ მიგდებს ხოლმე მაგის ვიდეოებს და სულ ვადევნებ თავს აი როგორ არის ბავშვი და სულ იმას ფიქრობ რომ ამ დროს როგორ არის დედა და აი როცა ხა მე ესეთ დღეში ვარ აი ისო ფიქრობ ხოლმე რომ როგორ დღეშია ის და გუშინ შემოყვანს ხალხების პოსტი რომ არ გაბეჭოთო აქ კომენტარებში არავინ დამეწეროსო რომ ვაიმე საწყალი და საცოდავი ჩვენი ვლოგი არ არის იმაზე რომ ვინმე საწყალი და საცოდავია ჩვენი ვლოგი არისო სილადუხა ანუ სულის ძალაზე და გამძლეობაზე და გადარჩენაზეო და ასე რომ ეგეთი კომენტარები არ დამეწეროთო და აი პროსტა რა არ ვიცი ყველა დედას ღმერთო შვილი კარგად უმყოფე აი ეგ არის ყველაზე მთავარი აი თორე ვინც გვექცევა ის თავად არის დაზიანებული მათი ბიზნეს ეგაა ჩვენი თავი დაგვაკარგვინონ ეს თუ გვეცოდება მხოლოდ გაგვეცინება ალბათ
ხო მე სულ მიყვის ხოლმე აი ძალიან მიყვის ხოლმე იმიტომ რომ ადამიანი ხო ყველაფერს თავისთავიდან გამომდინარე ფიქრობს და აი როცა მე დაზიანებული ვარ, როცა მე ცუდად ვარ, როცა მე ანუ ის სხვა იგივე გზას როგორ გავატარებ, როგორ მოვისურვებ, რომ ამ იგივე გზა გაატაროს. მე ძალიან მიყვის ხოლმე. ძალიან. გუშინ როგორ აღნიშნეთ სიყვარულის დღე არაფერი არ გადამიღია. ბიჭები წავიდნენ კარგოში, მოიტანეს მერსი. გაჩვენებს მაგ ვიდეოს ჩავსვავდა მილქა. დავავალე ფარში და სპაგეტი და მოვამზადე სპაგეტი პომიდრის მეთქი ბოლონეზე соуსი, ტომატ პასტით და ფარში, საქონლის ფარში. გავაკეთე ბორშჩი. pancake-ები გამოვაცხე. ის აღარ მახსოვდა ის რომ აქ ეხა ისეთი გაჭედილობის პერიოდი გვაქვს ყველანაირად. არც მახსოვდა საერთოდ 14 იყო. სოციალურ ქსელში ვნახე და იკას უცხაება მეთქი იკას სიყვარულის დღე თქო და ვაიმე თქვა და რაღაც ჩუქო თუ რაღაცა გიდო მეთქი არაფერი თქვა აი უბრალოდ რამე მაგალითად აი pancake-ებზე წასასმელი ის ჟოლოს კონფიტიური მოიტანე მეთქი მაღაზიიდან და მეტი არაფერი და წავიდა ეგ მიყიდა ჟოლოს კონფიტური ისა ბუენო კინდერი და ევას კიდე M&M-ს მოუტანა ახლა შეიძლება ვიღაცისთვის ეს საერთოდ არაფერია მაგრამ ისეთ მე ხო ვიცი ხა რომ ანუ იქ რაღაც მანქანა გააკეთა იქ წავიდა აქ წამოვიდა ეს იყიდა ის იყიდა და მე ხო ვიცი ხა როგორ პერიოდია და ჩემთვის ანუ მე არ ვარ ადამიანი არასდროს არ ყოფილა რაღაც დიდი მომენტ ხო ანუ ჩემთვის პატარა ზრუნვაც საკმარისია ხოლმე ის რომ აი აქ უახლოეს მაღაზიაში მაგრამ მაინც თვითონ წავიდა გაციებული და რაღაცა ანუ ჩემთვის ეგ ფასეულია ხო ხდებით და ის პატარა რაღაცაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ფასეული და მე მაგას ვაფასებ ყოველთვის ხო და თორნიკემ თქვა შოკოლადის ანუ აი იაპონიაში და ანიმეებში ანუ შოკოლადი არის ხოლმე სიყვარულის დღეს თავარი მოქმედი პერსონაო და ამიტომ ეს იყიდა და მილკას შოკოლადი იყიდა კიდე დიდი არ ვიცი და სუში ჭამეს ხო და მოკლედ ძალიან გეუნდიალად ვჭამეთ მე ეს აღამოსკენებას უკვე სიცხეს აძლევდა ევამ დაიძინა მე დაიკამბუყოთ ფილმს უპატიებელი რომელიც ძალიან მიყვარს მეც და მასაც და მე ხო იცით არ შემიძლია ხოლმე მეორე და მესამე და მეასეც ვიდეოს ერთ და იგივე ფილმის ყურება მაგრამ ეს ისეთი საოცარი ფილმია წარმოგიდგენთ ფილმში ქალი საერთოდ არ მონაწილეობს ანუ ამ კაცის ცოლი უფრო მეტიც ქალი მკვდარია და ამავდროულად სულ სხვა ამბავთან ერთად და სიუჟეტთანაც ვითარდება მოყოლილია ფილმში წიგნში უდიდესი სიყვარულის უდიდესი ისტორია. ეს არის ეგ გაკეთებული ისე ლამაზად, ისე მარტივად და ისე თითქოს დაძალისხმების გარეშე დამატებით ამბად, ხვდებით? აი გავგონდები. აი ხა ვილაპარაკე. ძალა გამომეცალა, ხა 28 წუთია ვლაპარაკე. და ძალა გამომეცალა. ახლა მე რომ ის ვაქცინა არ მქონდეს გაკეთებული, მე უნებოდა შე რომ ეგ ვაქცინა არ მქონდეს გაკეთებული, მე გივეჭვირე სადმე დავეცემოდი. ამის რაღაც საშინლად უგემური გავაკეთე. და რატო ვსვავ? საუზმე. კიდე მაგ პურიეს ამას ის მომიერად არ ვიჭერე. ეს მიყვარს ხო იცით როგორ? ეს.
მყავს ბეგარა, ამას ქვია ბეგარა. ქვემოთ მიდგას ბეგარა. Yes. დაყველი. აი, შევკარებელი. კენკრის კონფიტურები არის ყველაზე მაგარი.